9 წლის მანძილზე საქართველოს მართავდა საშინელი რეჟიმი სააკაშვილისა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ამ 9 წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქართული ენისა და სახელმწიფოს წინაშე. მე მოკლედ შევეხები იმ დანაშაულებებს, რაც ფაქტობრივად დამტკიცებულია და ყველას კარგად მოგეხსენება. წლების განმავლობაში მიდიოდა ადამიანების უფლებების დარღვევა, საქართველოს ციხეები გაიშვო უდანაშაულ ადამიანებზე, ხდებოდა სახელმწიფოს ქონების განიევება, მითვისება, დატაცება. 9 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ პირადად მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დაუტოვა 12 მილიარდი დოლარი. ეს გასასწორებელი არის ჩვენი საქართველოს მოსახლეობისაგან. ისეთი მცირე ტერიტორიისა და მაცხოვრებლის სახელმწიფოსათვის როგორც საქართველოს 12 მილიარდი მე მგონი ძალიან დიდი თანხაა. ამავე დროს ხდებოდა ადამიანების შეურაცხყოფა, საკუთრების წარდგენა, დევნა შეეძლებოდა და მთელი უბედურებები, რაც ჩვენ ხარმა ჩვენ თავზე გადავიდა. მაგრამ მინდა მოგახსენოთ, ეს ამბავი მარტო 9 წლის წინათ არ დაწერულა. 1992 წლიდან საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც თავისუფლად გამოხატა თავის დამოკიდებულება ქართული ენის მიმართ. 93 წლიდან დაიწყო ტოტალური შეტევა ქართული ენის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა ტოტალური შეტევა ქართული ეროვნული თვითმყოფობის ნიშნების, ენა, რელიგია, კულტურა და ტრადიციების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამგზნები გეგმაზონიერად ახორციელებდნენ საქართველოში თავიანთი ვერაგული პროგრამის შესრულებას, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ საქართველოში დროთა განმავლობაში უნდა მოხდარიყო ქართული ენის რიცხოვნების შემცირება და უნდა მოხდარიყო დიდი რაოდენობით სხვადასხვა ეროვნების ჩამოსახლება საქართველოში. შეიძლება ვერ გამიჯნოს ეს შეგახსენებ რამდენიმე ფაქტს. სულ რამდენიმე დღის წინათ ბატონმა სააკაშვილმა თავისი მინისტრი გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში და ჭირდება ჩამოსახლებინა 200,000 გული, რომელიც საერთოდ აღჭირდებოდა ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ ხელა რაოდენობის გულების ჩამოსახლება. მისი ერთ-ერთი პროგრამა იყო სამეგრელოში ქალაქ ლაზიკის შეერთება, სადაც უნდა ჩამოესახლებინა 500-600,000 ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე მგონი ეს ტყუილი არაჩვეულებრივი თქვენ ყველას კარგად მოგეცემთ, რომ ეს არაერთხელ გაჩნდა ბატონის სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაგან. ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის ახლოს შედებოდა ქალაქი ჩინელების ქალაქი, სადაც უნდა ჩამოესახლებინა სხვადასხვა მონაცემები, ზოგი ამბობს 300, ზოგი მილიონზე ამბობს, ზუსტად არ ვიცი. წლების განმავლობაში საქართველოს ისეთი მცირე მიწიანი ქვეყანა, როგორც საქართველოა, ხდებოდა მიწების ასეულ ათასობით გექტარის გამიბა სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებზე, ჩინელებზე, ინდოელებზე, არაბებზე და დღეს ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო, სადაც მთელი ტერიტორიის 2/3 ნაწილი არის მთა და მთისწინეთი და სადაც 1% არის მარტო სავარგულები, სადაც შეიძლება ნორმალური ცხოვრება, აქ ქართველი ადამიანისათვის ესე იგი გამოსაყენებელი მიწა ფაქტურად აღარ არის დარჩენილი. ამავე დროს თითქმის 18 წლის განმავლობაში ბატონის სააკაშვილი და მისი ჯგუფი ჩვენ და სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავდიოდნენ და მიდიოდა ღია ოდიში და რაცვაგინება ქართული ენისა, გამოყვანა ქართული ენის როგორც ველური გამონაკლებელი ხალხისა, რომელსაც არ აქვს არც მეცნიერება, არც მეცნიერები გვაქვს, თუმცა საშინელი ხასიათის ყოფილა ჩვენ ვერ ვიტანთ ეროვნულ უმცირესობებს, ჩაგრებს, ხლა და ასე შემდეგ. თითქმის ველური ხალხების და ერების დონეზე უნდა დაეყანა ბატონ სააკაშვილს და მის მეგობრებს ქართული ენები. არა და საქართველოს ყველას კარგად მოგეხსენებათ, უძველესი ისტორიის და ტრადიციების ქვეყანაა ჩვენ ყველა დროში. ეხლა მე არ ვუყვები ქართული ენის
ხებას, მაგრამ არსებობს უამრავი დამახასიათებელი საფუძველი ცივილიზაციის სხვადასხვა დონეზე საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ელემენტების გვერდით და ხოდა კავშირი მათთან ეს შეიძლება ჩამოთვალოთ ძველი სამეცნიერო რომი და ასე შემდეგ ევროპაში. ამიტომ ქართული ენის დაცვა კიდევ ყურად გაუმართლება. მეგოჩნია ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ სწორედ ახლა ბატონი სააკაშვილის და მისი გუნდის ვერაფერ განსაზღვრას მათ სურვილს რომ საქართველოში ხელოვნურად მოხდეს დემოგრაფიული სურათის ცვლილება. ეს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია ნებისმიერ ქვეყანაში დემოგრაფიული სურათის ხელოვნურად შეცვლა. ბატონ სააკაშვილს რომ გაემართლა ამ არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას, ალბათ დამეთანხმებით ჩემო თვითონ მეგობრებო, რომ იგი შეძლებდა სულ მოკლე ხანში 5-6 მილიონი ადამიანი ჩამოსახლება საქართველოში და გავხდებოდი 8-9 მილიონი საქართველოს თემოსახლობაში ქართველები ვიქნებოდი 20-30%, ისევე როგორც მოხდა სინგაპურში და სხვადასხვა ისტორიებს კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ერთი გამოსვლა, ძირითადი გამოსვლის პათოსი იყო, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს სინგაპურიზაცია, რომ ქართველები უნდა მივახციოთ იმას, რომ ჩვენთან ეს არის დაკავებული პროცესი და საქართველოს უნდა იყოს სწორედ სინგაპურიზაციის ერთ-ერთი მაგალითი. ამას პატრიოტი ქართველები ჩვენ ვერ შევეგუებით. საქართველოს არ აქვს იმხელა იწის რესურსები, რომ ხელოვნურად მოხდეს მილიონობით ადამიანის ჩამოსახლება და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა, რომ საქართველოში გაკარგოს ის კანონები, მოსიბედებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთი სახელმწიფო, ისეთი ქვეყანა იყოს საქართველო, სადაც არ უნდა ხდებოდეს ერთი კაცის მიერ გადაწყვეტა იმისა თუ ამა თუ მოქალაქე იცხოვროს თუ არ იცხოვროს, იცხოვროს თუ არ იცხოვროს, დაიხვითოს თუ არ დაიხვითოს, წაართვა სამუშაო საქართველო თუ არ წაართვა. ასეთი სახელმწიფო, ასეთი საქართველო ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება იქნება ხალხის ხელში, სადაც ხელისუფლება იქნება განაწილებული საკანონმდებლო აღმოსავლება და სასამართლო ხელისუფლება, სადაც არ იქნება ტირანია და სადაც ადამიანები იცხოვრებენ ბედნიერად. მადლობა პროფესორ.